იყვება და ამიტომ ვამბობ ამას. მე მინდა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ახლაც თავის ოჯახში არიან აქ სულითა და გულით და ყველას მინდა უდროოდ უცებ დაბრუნება უსურო. მე მინდა აგრეთვე ახალი წელი მოვულოცო შეშემო პირებს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც მე ყოველდღიური შეხება მაქვს და ძმაკაცობ და მეგობრობ ამ ადამიანებთან და უსურვოთ ყველას კარგად ყოფნა და წინსვლა ცხოვრებაში. მე მინდა მე და სალომემ გვინდა მიულოცოთ მთელ საქართველოს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანებს. ბატონებო და ქალბატონებო, იყო წლების განმავლობაში დაუმთავრებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა დამთავრდება და მიეცემა ახალგაზრდებს სწორი ცხოვრების საშუალება, განათლების მიღება. მე აგრეთვე დრო მინდა ვიხელთო ქვია და მიულოცოთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც აი ამ სადღეგრძელოს ელოდებიან. ჩვენი სტუდენტების ხელმძღვანელობას მინდა ბატონ გიორგის, მარიამსა და მათ გუნდს მინდა მიულოცო ახალი წელი მთელ საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს და მინდა და სურვილი მაქვს ისეთი დრო დადგეს, რომ აი ეს ყობახიძის ხელმძღვანელობის დროს ახალი გუნდის, ახალგაზრდა გუნდის დღეს რასაც აკეთებს 100% ყვაყოფილი ვარ. თუ ესე არ გაკეთდა, ქვეყანა არასდროს არ დაალაგდება და დარწმუნებული ვარ ეს 26 იქნება ყველასთვის საოცარი და საუკეთესო წელი. ჩვენ ყველა ბიზნესმენები, ვინც ვართ, რეალურად საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არაფერში არა ვართ გარეული, ჩვენ გვერდზე დაუდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა ყოველდღე წინ წავწიოთ. ახლა სალომესაც უნდა ჩემს რძალს მოგილოცოთ ახალი წელი, ეს არის სალომეს ჭიქა. მოგესალმებით პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, აი ულევი წარმატების მომტანი იყოს ეს წელი თქვენთვის. კოცრით ბევრს. მე და სალომე ერთად პირველად ჩვენს ისტორიაში ულოცავთ მთელ საქართველოს ახალ წელს და ეს ყოფილიყოს საუკეთესო წელი მთელი საქართველოსთვის. წინსვლა, ბარაკა და ყველაფერი კარგი. გისურვებთ წარმატებას.